მოგესალმებით, ვესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებთ ეს პირველი განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა საქართველოზე. ეს არის ძალიან მკაფიო დასაწყისი ურთიერთობებისა, რომელიც პირდაპირ პირველივე განცხადებაში ხაზს უსვამს ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ანტიდემოკრატიზმს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ოპონენტებთან საუბრის და მოპყრობის ფორმა ვერ იქნება დემოკრატიაში მათი დატოსაღება, მათი დატყვევება, ამომრჩევლის აზრის უგულვებელყოფა და რომელიც შესაბამისად აკეთებს ორ ძირითად განაცხადს. პირველი, ქართული ოცნების რეჟიმი არის ანტიდემოკრატიული და გამოირჩევა ანტიდემოკრატიული მოქმედებებით, რომელსაც ის აგრძელებს და მეორე, ამომრჩევლის ხმა და ნება უნდა იქნას შესმენილი. მე ვფიქრობ, იმ ფონზე რაში ჩვენ ვართ ქვეყნის შიგნით, ეს არის ძალიან ზუსტად გაკეთებული განაცხადი, ხო, რომელიც ზუსტ წერტილებში არ ტყამს ამ ხელისუფლებას და ეუბნება, რომ არც დემოკრატი ხარ და არც შენი ამომრჩევლის ხმას არ ისმენ. ამიტომ ეს არის ძალიან ზუსტი და მკაფიო აქცენტირება და მე ვფიქრობ, ჯამურად ეს აჩვენებს იმას, რომ 74 დღეს აი იმ 20 იანვრიდან ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ არ იქა მოვა 20 იანვარი და როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება ყველაფერი და ტრამპი იტყვის კარგად, აი ფსევდო ვითომ კავშირის გამო, რომელზეც ახლა გუსმენდი ჩემს წინ გიორგი ხატიაშვილი ძალიან სწორად საუბრობდა, ხო? აი ჩვენ ხედავთ, რომ 74 დღე გავიდა და იმის ნაცვლად, რომ რაიმე შეცვლილი იყო ხოცების წას იკეთოთ, პირიქით, სულ უფრო მზარდი არის წნეხი, მათდამი არა მარტო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან და ევროპული კავშირის მხრიდან, არამედ ასევე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. და მე ცოტა ხნის რამდენიმე დღის წინ აი ზუსტად თქვენთან გადაცემაში ვამბობდი ამაზე, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული მეგობარი აქტი მანამდეც კი, ვიდრე კანონი გახდებოდა, იქონიებდა გავლენას სახელმწიფო დეპარტამენტზე და ერთი კვირაც არ გასულა მას მერე და ჩვენ ვხედავთ, ეს ასე არის. იმიტომ რომ აქ განკრეული ლოგიკები გვაქვს, რომელსაც შეგვიძლია მივყვეთ და აი გაამართლა კიდევაც ამ ლოგიკამ, იმიტომ რომ სენატის საგარეო კომიტეტი იმდენად მნიშვნელოვანია მართლა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე აპრიორი აისახება მეგობარი აქტის გაკანონებამდე ამერიკის ცენტრალურ დეპარტამენტზე და ჯამურად ხედავთ. ნახეთ, ასევე ჩვენი სტუმარი ასეთ რამეს ამბობდა, რომ პროპაგანდისტვის წაუგებელი თეზა აქვს ქართულ ოცნებასო. როცა ამბობს, რომ თუ დავლაგდებით, თუ ვერ დავლაგდებდი, ვით ეს ნიშნავს, რომ აი ამ შიდა ბიუროკრატიას ვერ მოერია, ანუ deep state-ს ვერ მოერია ტრამპი. რაღაც ესეთი ფორმულა შემოვიდა ნელ-ნელა, ვიდრე ამ განცხადებებამდე, უკვე ნიადაგის შემზადება ხდებოდა ოცნების მხრიდან და დღეს ამის, ეს ვთქვათ, საფუძვლიანი განცხადება იყო ზაზა შათერიშვილის წერილის. ნამდვილად. პრესტომატიულად ახსნა, მოკლედ, როგორ ვერ ერევა ტრამპი deep state-ს. ეს კი საწოდავი ტრამპი ზაზა შათრიშვილმა წაიყვანოს და დაიტოვოს რჩეულად, როგორ მოვერიოთ deep state-ს. ხო, კომედიაში. ზოგადად გზავნილს როგორ შეაფასებით, როგორ მუშას მათი მომხრეებისთვის შესაძლოა პირველ რიგში, ანუ დავიწყოთ იმით, რომ ეს გზავნილი მაგრამ ხო, ეს გზავნილი ახლა არ დაწყებულა, ჯერ კიდევ დეკემბერში მათ, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ისინი ხალხს ეუბნებოდნენ აქ თავის ამომრჩეველს და შესაძლოა შუაში სკეპტიკურ საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ამავე დროს მათ ხო ძალიან კარგად იცოდნენ, რომ როცა შენ ხარ რეალურად ტერორისტული რეჟიმი, რომელიც შენს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ქალებს, პატარა ბავშვებს, 14-15 წლის ადამიანებს ქუჩებში დასდევ, სცემ, ტიტუშკებს ახვედრებ. როდესაც შენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ჰეზბოლას და ჰამასის გვერდით დგას თეირანში და ერთ თვეში ორჯერ ჩადის იქ, ჯერ პანაშვიდზე, შემდეგ საზემო მიღებაზესაც სკანდირებენ სიკვდილი ამერიკას. მათ ხო ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ტრამპთან ასე თუ ვიტყვით დალაგების სივრცე იყო ძალიან მცირე და შეზღუდული. ამიტომ ისინი ჯერ კიდევ დეკემბერში უკვე ამზადებდნენ ამ ხაზს, თან ამბობდნენ, რომ როგორც ტრამპი იტყვის, ყველაფერი ისე იქნებაო, თან ამბობდნენ, თავს იზღვევდნენ, რომ ეგება და deep state-ს ვერ მოერიოსო. მაგრამ თქვენ სწორად ახსენეთ, პრემიერ-მინისტრს აქვს გაკეთებული განცხადება,
აი ცალფეხზე დავდგებიო სწორედ მაგ ჟანრში მათ უყვართ ხო ეს ენა მას აქვს ნათქვამი როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება ასე იწყებოდა მათი მოლოდინების კრისტალიზაცია საზოგადოებაში. ბევრჯერ შევახსენებთ ამას ძალიან ბევრჯერ აი ცალფეხზე დადგომაზე ლაპარაკობს ხოლმე ხო და თვითონ რა თქვა აი პრემიერ-მინისტრი ხო რატომ უნდა თქვა ზოგადად ვიზეც არ უნდა იყოს რომ როგორც ის იტყვის ასე იქნება როგორც სწორია ქვეყნისთვის ისე უნდა იყოს სულ განურჩევლად იმისა თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და რომელი პარტიის წარმომადგენელი ქვეყნისთვის რაც არის სწორი ის უნდა აკეთო და შესაბამისად ამიტომ მოვითხოვთ ახალ არჩევნებს და იმ სხვა რაღაცებს რომ ქვეყნისთვის არის კარგი ეკონომიკისთვის, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვისთვის, მეტი ინვესტიციის შემოსვლისთვის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის და პოლიტიკური მშვიდობისთვის. ჩვენ ამიტომ გვინდა ახალი არჩევნები და არა იმიტომ რომ თუნდაც ვიღაც ემხრობა და ვიღაც არ ემხრობა. ჩვენ რა უბედურება ასე მსჯელობდე. მაგრამ ჩვენ გვახსოვს ეს სიფრთხილის ხაზი და ეხლა ხაზმა განიცადა კრახი. მე ვიტყოდი რომ უკვე განიცადა კრახი მათმა პროპაგანდამ, განუჩნდა იმისა თუ ეხლა როგორ შეფუთავენ და ის რომ ზაზა შათაშვილის გამოგონება მოუხდათ აცრემლებული რაღაცა თავისი ნაბახუსებზე დაწერილი რაღაცა ესეისტიკით ეს ახლა ჩემთვის არის დასტური იმისა რომ მათ განიცადეს კრახი და მეტი არაფერი. მათ განიცადეს კრახი. ეს განცხადება იყო ამ ტიპის სიმძიმის, ასევე გიორგი ხატიაშვილს დავესესხები, რომელიც ამბობდა, რომ მეთიუ მილერის განცხადებების ფონზე ეს პირიქით რაღაც შეიძლებოდა მათ შორის ამოკითხვა იქ, რომ აი საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ და ასე შემდეგ, ანუ რომ მთავრობას მიიჩნევს როგორც მთავრობას და არ უთქვამს რომ რაღაც როგორ ეძახით, არ დე ფაქტო მთავრობას და ასე შემდეგ და ნუ კრიტიკა ახლა არც გააკრიტიკონ რა საკრიტიკოები ანუ კონკრეტული როგორც თქვენ ამბობთ რაღაც წერტილოვანი კრიტიკაც იყო და ასევე იმაზე ხაზგასმა რომ ჩვენი თანამშრომლობა არის 30 წლიანი და ასე შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა საქართველოს და ამერიკას შორის არის ბუნებრივია. ხო, ფაქტია რომ ნახეთ საინტერესოა ძალიან, ნახეთ თქვენ ეს კითხულობთ, იმიტომ რომ თვითონ კოცებმა ჩვენ ნახეთ და მეც მანდ მივდიოდი თვითონ მათ აი ასე დრამატულად აღიქვეს ეს განცხადება, რატო? სწორედ იმიტომ, რომ ჩაუვარდათ მთელი 75 და მეტ დღიანი რაღაც პროპაგანდისტული ბოლი, რომელშიც ვითომ მათსა და ტრამპს შორის იყო რაიმე ღირებულებითი ერთობა, ვითომ ისინი შეძლებდნენ რაიმეს რეალურად საერთოდ გამონახვას და სწორედ ამიტომ პარტიის გენერალურმა მდივანმა კალაძემ და მათმა რაღაცა ჩინურმა დუგინმა შათრიშვილმა დღეს აი უცრემლები გვარეს ხო და ჩვენ ნახეთ რომ აი ტრამპმა წააგო deep state-თან ბრძოლა ჩვენ ცოტათი ადრე ვნახეთ ისიც რომ სენატორებს რიშს და ვიკერს დაუპირისპირდნენ და გალანს დღეს და თქვენს ისინი არიან deep state-ი ანუ მუდმივად ვუყურებთ აი პარანოიულ რაღაცა შეთქმულების თეორიას და ეს არის გამოხატულება იმისა რომ მათ რეალურად ძალიან ეშინიათ ამერიკის და ძალიან კარგად იციან რომ ამერიკასთან მათ ძალიან მცირე სიმცირე აქვს და ამავე დროს მეგობარი აქტი არის მეგობარი აქტი რას ამბობს რომ რუსულ-ჩინური გავლენები უნდა იკვლიო ხა რუსულ-ჩინური გავლენა რო იკვლიო ესენია საკვლევი ხო ნახეთ როგორი კითხვა მაქვს მე მაგალითად როგორც მოქალაქეს, რომელიც რაღაც კონკრეტულ პარტიაზე მეტად ქვეყანას გულშემატკივრო ბუნებრივია და რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი არ მაქვს, მე მირჩევნია ამ ხელისუფლებას, რომელსაც თუ ვერ ანგრევ შენ შიგნით, ვიღაც ელაპარაკებოდეს ისიც იმას ელაპარაკებოდეს იზოლაციაში კი არ იყოს ვიღაცას გავლენა ქონდეს რომ რეპრესიული წნეხი შემსუბუქდეს იმ რომელიც ატანაც აქ შიგნით ყველას უწევს. ანუ ამ კომუნიკაციამ რა შთაბეჭდილება დატოვა ეს არანაირი კომუნიკაცია ამ ხრივ გაგრძელების პერსპექტივა ნაკლებია თუ რა ხდება იმიტომ რომ გითხარით მაგალითად მე როგორ ვუყურებ საკითხს რაღაც მირჩევნია რომ არ იყვნენ სრულ იზოლაციაში იმიტომ რომ ვიღაცასთან ანგარიშვალდებულება გქონდეთ საკუთარ მოქალაქეებთან არ აქვს როგორც ჩანს საკუთარ მომხრეებთანაც მხარდამჭერებთანაც არ აქვს იმიტომ რომ არ გამოდიან არ უხსნიან საერთოდ ტრამპის გარასელიან კაია კალასის გარასელიან პუტინის გარასელიან ანუ რაღაცნაირად აი ამ წერილებში ამოკითხulis იმედად არის დატოვებული ალბათ თავისი მომხრეებით ხო საკუთარ მომხრეებს ვერაფერს ვერ ესაუბრებიან ამიტომ შეურაცხყოფას აყენებენ ატყუებენ აი პროპაგანდისტულ საკენკს უყრიან როგორ შეიძლება შენ მომხრეს ვერაფერს ვერ ეუბნებოდე ვერ არწმუნებდე ვერ იმხრობდე და ცდილობდე რომ იმით შეაშინო რომ რაღაცა მომხრობილი კი ყავთ მეორე ფრონტი იქნება თავისი მიმხრობილება მაგრამ იმათ ხო უნდა აუხსნან ეხლა რა ხდება რა სელოდნენ ტყვილით
სამარცხვინო ტყუილებით ყავთ ეს ადამიანები, მიმხრობელი, ვინც კვლავ ემხრობა ის ძალიან პატარა სეგმენტი საზოგადოებისა და არა იმიტომ რომ ეკონომიკაში რამე შეუძლიათ, არა იმიტომ რომ ფასებს შეუძლიათ მიხედონ, არა იმიტომ რომ ზრდა შეუძლიათ შექმნან ეკონომიკური, არა, იმიტომ რომ მათ ატყუებენ, ხო და ეუბნებიან რომ თუ იცი ჩვენ ვართ ცუდი, მაგრამ თუ აი ეს ხალხი იქნება ხელისუფლება, შენ გექნება ომი და მსგავსი ბოდვები. აი ეს არის ეს შეურაცხყოფა მათივე ამომრჩევლის. ამიტომ თუ ახლა ვინმე მისმენს, ვინც მათი ამომრჩეველია, მინდა იცოდნენ რომ ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს მათივე პარტია. გარდა იმისა, რომ მაგ პარტიამ ბანერზე დაწერა წინ ევროპისკენ ღირსებით და მშვიდობით და ერთ დღესა და ორ თვეში არჩევნების შემდეგ გადათქვა სწორედ ეგ. და მოტყუებული დატოვა საკუთარი ამომრჩეველი. ამიტომ ყველა ამომრჩეველმა მინდა იცოდეს, რომ მათ უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხო, მე მგონი დემოკრატიული ხელისუფლება მყავდეს, რომელიც რა თქმა უნდა ამერიკასაც უსმენს, პარტნიორსაც უსმენს და თავის ხალხს usmens პირველ რიგში. მანამ სანამ ეს არ გყავს. ხო, მანამ სანამ არ გყავს. ცხოვრობთ, მაგრამ ახლა მოცემულ რეალობას ნახეთ, მე მგონი ამერიკამ დატოვა სწორედ ის სივრცე, როგორც ელჩის განცხადებებით, ასევე მეგობარი აქტის ჩამოკიდებით, რომელშიც ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი. და ეს სწორედ თქვენ კითხვას პასუხობს. ქართულ ოცნებას ძალიან მკაფიო გზა აქვს. ერთ მხარეს არის არჩევნების დანიშვნა და იმ სივრცის და შესაძლებლობის შექმნა, რომ რეალურად პროცესები წავიდეს მშვიდობიან კონსტიტუციურ დემოკრატიულ ჩარჩოში და მეორე მხარეს არის ტოტალური იზოლაცია, ტოტალური სანქციები და კიდევ უფრო მზარდი წნეხი და ამერიკამ აჩვენა აი ამ განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რომ მათ შეუძლიათ და მზად არიან კვლავ ტრამპის პირობებშიც მათ შორის, რომ ეს წნეხი ადგილზე იყოს და პირიქით სულ უფრო გაზარდონ. ეხლა ნახეთ, ამის პარალელურად რაც სახელმწიფო დეპარტამენტზე მოვისმინეთ, ხო? მეგობარი აქტი ამბობს, რომ რუსულ-ჩინური დაზვერვის გავლენები უნდა იქნას შესწავლილი. იმ დღეს, როდესაც მამუკა ხაზარაძე და რამდენიმე საათის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში არიან დაბარებული, აი მაგ დღეს ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ ანაკლის გადაცემა ჩინეთისთვის არის ანტიქართული დანაშაული. შემდეგ დღეს სწორედ როცა ამდენ ადამიანს იჭერენ, იბარებენ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და ასობით აქტივისტს დევნიან, ამის შემდეგ დღეს კლანს ასანქცირებს გაერთიანებული სამეფო. ეს არ არის შემთხვევით. ეს არის ძალიან მკაფიო კალენდრით გაკეთებული მკაფიო პოლიტიკური განაცხადები, როგორც ტრამპის ადმინისტრაციისგან, ასევე გაერთიანებული სამეფოდან და ჯამურად ეს ყველა ქართველს უნდა აძლევდეს იმის ხედვას და მხნეობას, რომ ჩვენ გადავტეხავთ მორადმოქმედ რეჟიმს და გვექნება არჩევნები და ახალი ეროვნული ხელისუფლება. ძალიან დიდი მადლობა. გრიგოლ გეგელია იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.